უკაცრავად. ყიდულობთ ამ უნიტას თუ არა? ისა ხო, იცი რა არის? სხვებსაც ვნახავ, სხვებსაც. წამბრძანდით. ხო. და იცი რა მაინტერესებს? ტრეიდინგ აქცია გაქვთ უნიტაზებზე? არა, გვაქვს. მამა, ამოდი აბა აგისროლო ჰაერში, ჰოპალა არ გინდა, ჰოპალა. მამი, კო, ეს იცი ეკოსკოპიაზე ვიყავი. მერე? გინდა გაგახარო. ხო. ექიმმა მითხრა თირკმელში კენჭები არ გაქვსო. რა თირკმელი, ხალო? ბავშვის ქესის გასაგებად არ იყავი წასული. ეგ ღირდა 150 ლარი. და თირკმელები გადავიღე 50-ად. ორივე? ხო, ორივე. რა გინა, კაი ფასია. ჭკვიანი ხარ, ჭკვიანი. მადლობა. ხოლოდ ბავშვის დაზღვა გსურთ თუ საოჯახო პაკეტი გავაკეთოთ? მხოლოდ ბავშვი. მაშინ ბავშვის დაბადების მოწმობა რომ ამოწოდოთ თუ შეიძლება? რა თამადების მოწმობა, ჯერ არ დააბადებულა. ეგრე ვერ დავაზღვევთ. აბა როგორ დააზღვევთ? აი რომ დაიბადება მობრძანდით და დავარეგისტრირებთ. აი ამ ნომერზე დაგვირეკეთ და პრობლემა არ იქნება. ო, კაი და მაინც ვერ გავიგე რანაირი ხალხი ხარ თქვენ რagazzo, წამოვა. ყოლა მოვიდით. დაიბადებაო და მერეო. წავედით. წავედით კი არა. იმ გოგოს ტელეფონის ნომერი რატო გამოვართვი? აბა რა უნდა მექნა? აღარ გიყვარ ვარ? აი რა სისულელეებს იძახი. დავინახე როგორც უყურებდი რა ამახო. და მე ლაპარაკებულა და რა მექნა აბა? ხო და მე აღარ გელაპარაკები ახლა. კარგი რა, კარგი რა. ხო იცი რომ რთული დღე მაქვს დღესა, რუსთავის ოფისში უნდა ჩავიდე პირველად და ნუ ამიშლი ნერვებსა და ნერვემოშლისა ნუ გამიშვებ იქა, ხო იცი რომ არ შეიძლება ჩემთვის ნერვიულობა. რატო? იმიტომ რომ ბავშვს ველოდები. წამოდი ეხა, წამოდი. ალო, სათხარ. სადუა. მე რა ვიცი გეკითხები. იუსტიციასთან არ უნდა ყოფილიყავი 2 საათზე? აუ, ანა. რო არ დავშორდეთ? ან ხვალ დავშორდეთ? აუ, 5 წუთში აქ იყავი რა. მალე წავალ ჩვილო. წავალთ, ქალბატონო, წავალთ. ან სადგეჩქარებათ ერთი გამაგებია და თქვენთვის რეცხავ, ამ მანქანაზე ცოტა სუფთად რო იმგზავროთ, ხო? ზოგი რა უმადურია.
ჩვენო გამამწერებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ საუკეთესო დამკრძალავ ბიუროშია, სადაცა გავაკეთებთ unboxing-სა. მომყევი. ეცა ცივიციცოა. ეს კიდე ცხელი ხაჭაპური. ცივციცოსა, ცხელი ხაჭაპური ჯობია. ოდა, ამიტომ მოდით ჩვენთანა საცხობშია დროჟის იმპერიაში და შეიძინეთ 3 ხაჭაპური 3 ფასათა ყოველგვარი პრომოკოდის გარეშე რა. ნახე რა მაგარი გამოვიდეს. ოდიში რა მგზავრი გახდა ცუდად და ის რა არის ბავშველოდები? არა, შენგელოდები. ანა იქნებ არ დავშორდეთ, ა? ან ის გამო უნდა დავშორდეთ, რომ აი დედაშენს არ მოწონს რომ ერთად ვართ? იცი? როცა მე და დედიკო ერთად ვართ, ძალიან ბედნიერები ვართ. ყველაფერი ფერადი და ძალიან ლამაზი. იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარს. აი დღეს რო ხელი უნდა გავაწეროთ, ამინდიც კი ტირის. არ უნდა სამყაროს რო ჩვენ დავშორდეთ. ზუსტად 7 ტანჯველი თვე გავიდა, რაც მე და შენს დედიკოს ერთმანეთი არ გვინახავს, იცი? მე რამდენი თვე შეხარ? მე-4. რანაირად? აუ, წამოდი გავაწეროთ მალე ხელი რა. ამიტომ მოგძალით ჩვენთანა საცხობშია დროჟის იმპერიაში და შეიძინეთ 3 ხაჭაპური 3 ფასათა ყოველგვარი პრომოკოდის გარეშე. ამასა ბოლოში დაედება თქვენი საცხობის ლოგოი და გახდება სუპერი. და მუშაობა წავალ იცინითა. ამას არაფერი არ დაედება. ისე გაუშვათ. რა უნდა გაუშვათ? ეს რა ყლეობაა, ბიჭო. თქვენ რა ნორმალურები ხართ? არ მოგწონა. რა უნდა მომწონებოდ? საცხობის რეკლამასთან რა შუაშია კუბო? ბიჭო, ეს არის ზუსტად კრეატივი, გაიგე? რა შუაშია და თანა მაგას შუაშია. მოკლედ მე ამ ვიდეოში ფულს არ გადავიხდი. ჩემს ფულს გადავიხდი. აი ხედავთ რა უნდა გითხრა. სოფლიო მარკეტინგის ბოლო დასკვნებსა თუ ადევნებ თვალყურსა თქვენა. რეკლამა ვიზუალით კი არა, სტრატეგიით უნდა გაყიდო. თავარი ამაში ის არის, რომ ხალხში ეს ვიდეო გავარდება და იქცევა ტრენდათა. თქვენი საცხობით ძალაუნებურათა გახდება ცნობილი. აი ანუ თქვენი აზრით ეს ვიდეო ხალხს მოეწონება. დედას გემისები თუ არ გამოჩნდეთ და ჩვენი 12 ფოლოვერი. რამდენი? 12. 12 გამომწერი ყავთ, მეტი არა? ეგა პოპულარულები ვართ. ხალხი ცნობს ავტობუსში და ისე შენა მარტო ჭამის დროს უნდა გააღოპირი რა. რატო? რა მოგთქმევინე ბიჭო 12 ფოლოვერი ყავს. მოიცა რა ცოტა არის? ცოტა რა შეჭებისა შენა. ზოგიერთ 50 და 70 გამამწერი ხალხი და. დუდუ, დამიჯერი ნახე, ჩვენა დავდოთ ეს ვიდეო, აიგე და მივადოთ სხვა საცხობის ლოგოი. აი ნახე თუ არის ინანოს იმანა.
რო გვიჩივლოს მე ვინა კაცო? ვინა და იმ ხომა ვინა სადა ნახავს? მოკლედ ვერ გავიგე შენი ვერაფერი რა ისე ბევრი მნახველი რო ყავდეს რა თავარ ფოტოთა დაუდო ციცორო კუბოში წევს აეგა ხალხსა დაინტერესებს ვინ მოკვდაო ბევრი გახსნის ბევრი იმე დუდუ ჩაიკოვსკი ხარ ჩაიკოვსკი შენ თავს გებიცები რა ჩაიკოვსკიც ახარ და იქ ეს რა დადეთ ბიჭო ნორმალურები ხარ თქვენ გამისკდა გული რაი რაი და ციცოზე გეუბნები ბიჭო მოვკვდი ნერვიულობით მაიტა მაგარი იყო კაცო ერთი რა მაიტა თქვენს გაიკეთოთ რეკლამა არ გინდათ რა რეკლამა უნდა გაგვიკეთო ბიჭო 25 გამომწერი ყავთ ჰა 25 მოიცა რა წინ იყურე გეხვეწები და ნორმალურად თატარი არ მომკლა ამ კაი დღეს რა მაგარია 25 რა მართლა რა ლამაზი ყოფილა რუსთავი აბაშენის დაპროექტებულია ნახევარზე მეტი რა სამბო მაგარი კაცი იყო ცხონებული პაპაშელი ისეთი პროექტი წარუდგინა გოსპლანსა რომა იმავე წელსა 37-მეთში არა მადლიერების ნიშნათა თვითონ ბერიამა გაუშვა კალმარში მართლა მაშაგაც ნახევარი ციმბირი მაგიზე გაშენებული არის ისე ხოიცი აკაკეწერეთელი ცაკედან არის რა ქედან არის ეს ბოდიანო ბიჭო შენა აბა ის პოტი რომელია მიდი ვინმე ვკითხოთ რა ლეონიძის ქუჩა სად არის მიდი ეს რა არის ბიჭო Esa Gigaro, Leonidis кучаса, вен ми масწავლი? Не знаю, брат, як гости. Гости? Да. მე თუ სტუმარი ხარ, რას დადიხარ ამ თუ სტემბიტა, შე ჩემისა შენ. ტაქსი მაქსიმის ოფის ვერ მიმასწავლით? ვერაც. არ ვიცი. საიდან გეწოდინება დღეს უნდა გავხსნა. ლეონიძის ქუჩას ვენძებ. ლეონიძის ქუჩა აგერ მობრუნდები, ჩემო ძმაო, ხიძე რო გადახვალ, მარჯვნივ გაყევი და მიგიყვანს გზა. აი ესე აქეთ, ესე? ხო, აი ესე მოუხვიე და ხიძე მარჯვნივ ეგრევე და გაყევი მიხვალ. კაი, მადლობა. ისე რას დაყურდებულ ხართ აქა ესე უსაქმურათა, ბიჭო. მოდით ჩემთანა ტაქსი მაქსიმის ოფისში და დაგაწყებინეთ მუშაობასა. იცი რამდენ ფულს იშოვით? რა ბიჭო რა მინდაო? რავი ამის კარგიც მოტყავ, რაღაც ტაქსის კომპანიას ხსნიო. გუჯა, ვიღაც ტიპი იყო მოსული და რუსთავში ტაქსის კომპანიას ხსნი მაქსიმსო. მაქსიმიო, ხო? ხო. კიდე რა იცი, კიდე? ძალიან კარგი. მე მომეწონა, მაყოფილი ვარ და აყვანილი ხარ სამსახურში დამლაგებლის პოზიციაზე. დიასახლის. დაუკვდი მის ჭიტლაღი. გაიხარეთ, მადლობა. რაგინა, შვენიერი თანამშრომელი ავიყვანეთ. მოუმარაგეთ ეხლა მაქანსა, ცოცხი, აქანდაზი, პოლიჯოხი, ყველაფერი არ მოაკლოთ არაფერი.
დღეს მთელი მაღაზიები მოვიარე და ძალიან მაგარი იდეა დამებადა. ჩვენ ხო ყავს შორგზაზე მოსიარულე ტაქსები. ხო და მაგ ტაქსებში უნდა ჩავამონტაჟოთ უნიტაზი. ერთი ცალი წამოვიღეს ასინჯათა. და ისა რომ ბათუმში რო წახვან რიკოძე არ მოგიწევს გაჩერება ბიჭო. მაგას გაჩერდი 10 წუთი აწირი რა იდიოტობაა ხა. ეს გუაშის ფუნჯი ნახე რა დღეში არის. გაიდიოტებ მე შენა. უყურე ერთი ამასა. და რა უყო ახლა იმუნიტასა. საჯანდაბაში წავიღო. ბიჭო. დამატების დღე როდის გაგშენა? 23 აპრილს. ასაგები. ისე კაი ოფისი არის რა სიტყვით? კი. და რუსთავმაც გაასწორა. მაგრაც. კაი ოფისი. მეჭიტლაღი. მოგწონს? დღეს რესტორანში არ დააგვიანო იცოდე. არ ჩენა. ევა არ მოვა? არა, ვერ მოვა. მიხედეთ ეხა საქმეს, მიხედეთ, მიდით, იმუშავეთ. რატომ არ წახვედი ბებო? ყველანი იქ არიან. შენც გაერთობოდი. არ შემიძლია. ამ ხელამუცლით დღე-დღეზე ბავშვი უნდა გავაჩინა. შენი ქმარი კი ერთობა იქ, რესტორანში. მანახება. აჰა. დედა. სულ გამოშტერდა ეს ხალხი, რა სარდებენ ამ Facebook-ზე? ვაიმე? რა იყო? ვაი. რა მოხდა? არი ნერვიულო ბებო. ბავშვი ყავს გასაჩენი, მისახედი. შვიდობა მითხარი. დედა, მახოს უდევს ვიღაც გოგოსთან ერთად ფოტო, ხო? მახოს. ეტა იქ ღალატობდეს. დედა, საწყალი ციცო. რა ციცო? რა ციცო და დედა მთილი აღარ აკყავს. დედა. შანსი არა. მანახე. მახოს მამას უდევს Facebook-ზე. შენ ძმას არ უთხრა. გაგიჟდება და ეგრევე დამარხავს. აიმე. მახომ ალბათ არ იცის. რომ გაიგო, ხო და მირეკავდა. ხო და არც უთხრა. იქნებ არც ნახოს. რა არ ნახოს, კარგად ხარ? ხო. უნდა წავიდე. ტაქსი გამომიცახე. რას გეუბნებოდია? მახოს უთხარი კუბოს ხელი არ მოგიდოს. ორსულ ათხარ არ შეიძლება. მოგესალმებით მეგობრებო და მოგილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ კომპანია მაქსიმის ძალიან მაგარმა სტაფმა სრული პასუხისმგებლობა ავიღეთ იმის გულობისა, რომ რუსთავში უფრო კომფორტული იყოს მგზავრობა, ვიდრე აქამდე იყო. და ამის გარანტი ვიქნებით ჩვენ. ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ჯგუფი ფრეგო სისასტიკო. და მისი ხელმძღვანელი ვერიონ დი. ოდიში. ჰეი, მეგობრებო. მეგობრებო.
რა გამიკეთა ბიჭო შემაცოლმა ეს რა გამიკეთა ჩემი დედოფლისა რა მახორა შუაშია არა მაუფლება რომ ეს დღე ჩავაშხა რა ხდება? ცუდად ხარ? არა. აბა რა გაკივლებს? საათთან ხარ, ამდენ ხანს, ბიჭო, საათთან ხარ. წამო, ეხა გელოდებიან, წამოდი. ვერა ხარ შინა კარგად, რამე გჭირს? თუ გინდა წავალ და ვეტყვი, რომ ცუდად არის მეთქი და მე გამოდი, რომ დამთავრდება ყველაფერი. არა, ბიჭო, რა მე სირცხვილია ხალხთან რა. რა არის სირცხვილი არ არის, კაცო. იცი რა არის სირცხვილი? აი შენი შვილი რომ დაემსგავსება მეზობელს, აი ეგ არის სირცხვილი. წამო ეხა, წამო, გელოდებიან, წამო. ბიჭო 60.000-ა 4-0-ია. ხო. ნახე შენ რა. ესე იგი ჩვენი ვიდეო 60.000-მა კაცმა ნახა. ასე ხარ შენ. რა 60.000? ესე იგი დახევარი კიტლაღის მოსახლეობამ ანახა. ხო არ გეშლება შენა. რა ლენჩი კი რა ვარ. 6-იანი წერია. 1-0, 2-0, 3-0, 4-0. შუაში კიდე 3-იანი. მანახე ერთი, მანახე. რო სამ შემართლა ლენჩო შენა. ესა 60.000-ია. 603.000. გაიგე? ანუ ბიჭო. დაახლოებით ეს არის საქართველოს მოსახლეობის 80%-მა ნახა რა. გეღვაწები რა, პროცენტებსა ვერ ახვდები. ისე მითხარი რა. ეს ვერ ახვდები შეჩემისა შენა. მაგდენი მათემატიკა თუ არ იცი, ჩემ ეზოში ქათამსა, ეგრე ზუსტად როგორ ათვლი. φτებითა და მე მყოლ ორზე. კი ეშობენ ნატანჯისა. Hey! Hello, ladies and gentlemen! მოგესალმებით, დადებითი აურის ხამებო! მოკლედ, დღეს გვექნება სისასტიკით და ემოციით გაზეძგილი საღამო, რადგან დღეს თქვენს წინაშე წარსდგებიან ესპანური ჰანგების და იბერიული კოლაბორაციის თანაავტორები. მივესალმოთ ჯგუფი პრეგო სისასტიკო! Te quiero mucho. Quítala con corazón. Hey, hey, hey. Cada pulda buchki ziras, tavsi zonepsia. Dambe chemi gulis gari gamiria. Gamigi me shavtvaleba u gaza pkhulis peria. Ek twalebi khomiti sheni mteria. ისე მენატრები გელოდები სადახარ ხან და ხან ეგრე უმოწყალო რა დახარ თან უკვე ვერ გიტანდა ჩემი არამ სადახარ ხან და ხან მელანდები სადახარ დედის ერთა ჯაღარა ვარ შენთვის დამიღამდება ერთხელ რომ შემომხედო რა დაშავდება კოწახური კამპეტები ვით მინდა ჯაგატკბარულო ჩემი გულის მძარცველად შემოპარულო თან ისე მენატრები გელოდები სადახარ ხან და ხან ეგრე უმოწყალო რა დახარ თან უკვე ვერ გიტანდა ჩემი არამ სადახარ ხან და ხან
მელანდებისა და ხარ Bailamos Grimanjula Desesperado Cucaracho desesperado Tan da tan Ise menatrevi გელოდებისა და ხარ ხან და ხან ეგრე უმოწყალო და ხარ თან და თან უკვე ვერ გიტანდა ჩემი არამზა და ხარ ხან და ხან მელანდებისა და ხარ Te quiero desesperado გამიგედა ჩემი დედამიწა გაიგო არა ხოძაუძაღერა მაინც მოხვედი შვილო როგორ გამიხარდა შენი დანახვა როგორ ახარ ხო დედა ჩემია ხო რა იყო რა გჭირს ცუდად ხარ ჰაერი გინდა აჰა რა გჭირს რა ვიეთყობა შობიერობს და ბოდმებია აქვს მე რა ვიცი შობიარობს ვაიმე ჩქარა გასაღები ჩასხედით მანქანაში ჩქარა მამი ვაიმე ჩქარა ჩქარავიზავ, ყველაფერს ჩქარავიზავ, მალე ვიქნებით. არ ინერვიულო, შენ არაფერზე არ ინერვიულო, კარგად იქნები. რა იყო, ბიჭო, შენ აღა გატირებს? არაფერი, ბიჭო, არა. აх, ძუძუგოჩა, შენი მელ გიბსონი კარგის ტრაკი მოთხან შენი. ეხლა მომინდომა რეკლამა, ბიჭო. კიდე მიადგი, შეჩემა რას მიღოღავ, მითხარია? რა ვქნა წითელია, რა უყო? გადავახტე? სო, მივალთ, ეხა მალე მივალთ. ხშები. ჩქარა დამეხმარეთ, ქალი მშობიარობს. რა ვქნა, რა გავაკეთო? პაციენტი სად არის? აქ არის, აი. შენ აქ რა გინდა, ბიჭო? ხო, თქვი სასწრაფოდ ჩაცხედითო და ჩავჯექი ბიჭო. ფუ! დაჯექი, ჩქარა წავიდეთ. შენი ბრალი არის ყველაფერი, შენ ჩამაგდი ამ დღეში, აი ამ დღეში რო ვარ, შენი ბრალია და შენი დამსახურება არის ესა. აი ბიჭო, აი მორჩა სერია და გამოდი ეხა როლიდან და აი ხალხს ვკითხოთ როგორ მოეწონათ პირველი სერია ახალი სეზონის. ნუ დაგვიწერეთ კომენტარებში რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, ან შეგვაფასეთ ორბალიანი სისტემით. ჩვენ რაც მოგწონს და რაც მოგვეწონა არის ლუდის მაღაზია გასტო კრაფტი, სადაც ჩამოვასხმევინე 5 ლიტრით ბოჰემური პილსნერი და ჩვენც ახლა წავალთ, ჩაუჯდებით პირველ სერიას, ვნახავთ რა გამოვიდა რა. ბიჭო, რა ბოჰემური პილსნერი. აბა, ვაის გოლდია ესა, თან 6 ლიტრი. ხო. წავალთ ვაის გოლდით, 6 ლიტრა ვაის გოლდით, ჩაუჯდებით და ვნახავთ ახალი სეზონის პირველ სერიას. დავედით რა. ნო, კიდე ჩვენ მაყურებელთან ერთი შეკითხვა მაქვს. ჩვენ აგვაქვს 6 ლიტრა ლუდი. დაწერეთ კომენტარებში, ვინ უფრო მალე დათვრება. მე თუ ესა